თქვენ რას იგებთ ამ პროცესით? მე რას ვიგებ? თქვენ ადგილს ყვეთ უფრო მეტად? არა, მე იმას ვიგებ, რომ მე რამაც ხელი შემიშალა წინა არჩევნებზე, ხალხი რომ მოატყუეს, ანუ მაგის მიხედვას რა უნდა რომ ხალხი მოატყუეს ახლა მაინც. 4-5-95 ქოცებს ვამხობთ რაღაცაო და უცბად ქოცები აღმოჩნდა 100%-ით პარლამენტში. ანუ აი ამ ილეთის შედეგად ეს მარტო 4-5-95 არჩევნებამდე კი არ იყო კონტრაქტი. კონტრაქტი იყო ადგილების პარლამენტში ოპოზიციური ადგილების გათავისუფლებამდე. წელიწადში 25 მილიონი ლარი. საშუალოდ, რომელიც აი ამ ბოიკოტის და პარლამენტის უარყოფის შედეგად ზიანი მიიღო ოპოზიციამ. ეს ხო ნიშნავს ოპოზიციური ინფრასტრუქტურის ბოლომდე განადგურებას, კოორდინატების ქსელი და რაღაცები რა თქმა უნდა ადგილობრივი იმის ბოლომდე განადგურებას. გვარამიას ხელით განადგურდა ნაციონალური მოძრაობა, განადგურდა მისი ყველა უჯრედი. ხალხს არ მიაღებიეს მონაწილეობა საკრებულოებში. გვარამიას მაშინ. ხო, არა, ყოჩაკ როგორც ბიზნეს თანამშრომელს. მაგრამ მოდი ახლა დავბრუნდეთ. როგორც არა, მაიცა მე ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი ხმა თუ აიღო და ჟურნალისტებს რო ჭკუას ასწავლის გვარამია, ხო იყო რამდენიმე დღის წინ აქ? მე ჭკუას რატო ასწავლის ახლა? აი ასწავლიდა, რომ თავიდან ნახეთ და მიხვდებით რომ ასწავლიდა. და მაგრამ აი ამ დროს ამ ჭკუის სწავლებას შეიძლება, მაგრამ იცოდეთ რომ ამ ხუმრობას, ამ ჭკუის სწავლებას აკეთებს ადამიანი, რომელსაც დაანგრია ოპოზიციური ინფრასტრუქტურა. გესმით? და ახლაც ანგრევს თქვენ და გვარამიას შეხვედრა ეთერში. არა, გვარამია ჩემთან არ მოვა ეთერში. მანამდე საქმელი აქვს ფული საიდან? ამ ქვეყანაში ფული საიდან? 40 მილიონი საიდან? აქვს ნათქვამი, რამდენი 10? არა, 10 ხოთვე საიდან? კითხვა ეს ამ ქვეყანაში ჩვენ ხო ცხოვრობთ. თქვენ ხო იცით ამ ქვეყანაში როგორ არის დაბლოკილი პოლიტიკური ფული? მე რო 1/10 თეთრი გამიჩნდეს, რომელსაც ვერ დავასაბუთებ, ხო წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ხო და 40 მილიონი დახარჯა იმ კაცმა. ხო და აი სანამ ამაში არ 10 იყოს რა აქვს მნიშვნელობა? დეკლარირებული 30. არა, მიშამ 10 მილიონი დოლარიო თქვა. კი ბატონო. მაგრამ ესეც ხო ვიცით საიდან მოდის ეს ციფრი, რომელ ლაპარაკზე ითქვა, სად ითქვა და ჩვენ სანამ ამას, აი სანამ გვარამი აქ ოპოზიციონერით იჯდება, სანამ თქვენი ჟურნალისტები და სხვა ჟურნალისტები მისგან ჭკუის სწავლებას მოისმენენ, მანამდე აუცილებელია რომ ის გაიპრესოს, მას წარედგინოს ბრალდება, თქვენ წარუდგინოთ ბრალდება თქვენ ისევ როგორც თუ მომიწყობთ დებატებს. თქვენს გაქვთ ტელევიზია სხვა. თქვენ ჩემთან არ მოვა გვარამია. შანსი არ არის ჩემთან გვარამია მოვიდეს თავისი 40 მილიონის გასარჩევად. არავისთვის წარმიდგენია ბრალდება. არა, ბრალდება მხოლოდ მაჩვენებს გვარამიას. არა, მაიცა უნდა წარუდგინოთ. მე იმას ვიცახი რომ ან მე უნდა მომცეთ საშუალება რომ წარუდგინო ბრალდება, როგორც თავის დროზე ნიკარელიას წარუდგინე ბრალდება. სააკაშვილს დაელოდეთ მაშინ. ხო და არა, სააკაშვილმა კარგი პროცესი დაიწყო. ბრალდებების წარდგენის და თუ ამას სააკაშვილი უფრო ამაღლა იტყვის, მაშინ ვერც ერთი მედია, რომელიც დღეს გვარამიას და მის მეგობრებს მიიჩნევს ოპოზიციონერად, ვერ დააიგნორირებს იმას, რომ გვარამი არის არა ოპოზიციონერი, არამედ ოპოზიციის დამანგრეველი ადამიანი.